სახელითა მამისაითა და დისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირიაკეს ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მოკლედ გვინდა რომ გავიხსენოთ ის ისტორია, რატომღაც მოხდა ამ განწესება ლიტურგიულად ამ დღისა. ადრეულ საუკუნეებში უფრო დიდი გათვისნობიერება იყო ამ საკითხში და განჩინება იყო პირდაპირ ლიტურგიული, რომ აი ამ წირვის დროს იერარქები შეაჩვენებდნენ ხოლმე ყველა მწვალებლობას, ყველა მწვალებელს და მთელი რიგი, ესე იგი, განჩინება იყო ლიტურგიულ მსახურებაში. დღესდღეობით ესე არ ხდება, მაგრამ იმ ისტორიის დავიწყებაც არ შეიძლება, რა ისტორიის გამოც აი ამ დღეს ეწოდა მართლმადიდებლობის ზეიმი. თქვენ იცით, მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს 7 მსოფლიო კრებას. მსოფლიო აი ამ კრებებს ეწოდა თავიანთი მასშტაბურობის გამო, იმდენად მოიცვა იმ ერესებმა და იმ მწვალებლობებმა მსოფლიო, რომ ყველა კუთხიდან შეიკრიბენ სასულიერო პირები, ეპისკოპოსები, წარმომადგენლები ყველა ეკლესიებიდან და იმდენად გაფართოებული იყო ეს კრებები, რომ ეწოდა მას მსოფლიო კრება, ანუ მთელი მსოფლიო მონაწილეობდა აი ამ კრებებში და ერთ-ერთი არის ბოლო ეგრეთ წოდებული მე-7 მსოფლიო კრება მიეძღვნა ხატთაყვანისცემის დამხობას. მე-7 მსოფლიო კრება, ჩემო ძვირფასებო, ჩატარდა 787 წელს ქალაქ ნიკიაში, ირინე დედოფლის დროს და 367 ეპისკოპოსი ესწრებოდა აი ამ კრებას და როგორც გითხარით, ეს კრება მიეძღვნა ხატმებრძოლეობის ერესს. ანუ ერთ-ერთი, ესე რომ ვთქვათ, აი ეს ერესები პანდემიაზე უარესი ისე მოედებოდა ხოლმე ეკლესიებს, რომ მართლმადიდებელი ეპისკოპოსები იდევნებოდნენ, აი მეთოდი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც აი ხატმებრძოლეობის დროს იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი და ცოცხლად დამარხეს, წარმოიდგინე. პატრიარქი დამარხეს ცოცხლად. აი ესე იდევნებოდა ეკლესია, ხო და როგორც გითხარით, ესე იგი, აი ამ კრებაზე დაგმობილი იქნა, დამხობილი იქნა ეს ერესი და განჩინებული იქნა შინაარსი, თუ როგორ ვცემ ჩვენ, როგორ ვეთაყვანებით ხატებს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეხლა არ გვაწყენ ჩვენს რომ გავიხსენოთ აი ამ განმარტებას, რომ როდესაც ჩვენ მივდივართ ხატთან და ვევედრებით ამა თუ იმ წმინდანს, იქ დაივიწყეთ უკვე რაზე არის გამოსახული, მთავარია ხატი ნაკურთხი იყოს, ეს ფიცარია, ოქროა, ვერცხლია, უკვე აი ზეცის სარკმელი არის ხატი. ანუ შენ რო მიდიხარ დადგები აი ამ ხატთან, ჩათვალე რომ შენ დგეხარ აი ამ წმინდანს ელაპარაკები. აი ეს არის ცოცხალი განცდა ლოცვის, აი წმინდანთან როცა მიდიხარ, როცა უფალთან მიდიხარ, უფლის ხატიც. აი ნახეთ, წერია რომ გარე შემოუწერელი, გარე შეწერილი იქნა, ანუ ღმერთი გარე შემოუწერელია, მაგრამ გარე შეწერილი იქნა ღვთისმშობლისაგან, სულიწმინდით განკაცდა და გარე შეწერილი იქნა და ასევე უფალსაც, როდესაც მივდივარ ჩვენ უფლის ხატთან, ანუ უფლის ჯვარცმის ხატთან, იცოდეთ რომ იქ რაღაცა ნუღარ წარმოიდგენთ იმ მასალას, რისგან არის დამზადებული, ჩათვალეთ და იცოდეთ რომ დგეხარ თვით უფლის წინაშე. აი ეს არის განმარტება ხატთან ჩვენი დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ვლოცულობდეთ. ესე იგი, როგორც გითხარით, აი 787 წელს შედგა ეს კრება, მაგრამ კრებამდე ჯერ კიდევ 60 წელი მძვინვარებდა ეს ერესი, წარმოიდგინეთ, სანამ მსოფლიო კრება იქნა მოწვეული, 60 წელი ეს ერესი მძვინვარებდა. აი ამ ერესის შემომტანი ეკლესიაში არის იმპერატორი ლეონ ისავრიელი, რომლის შესახებაც აი მაგ პერიოდში, როდესაც ლეონ ისავრიელი იყო გერმანე, წმინდა გერმანე, კონსტანტინოპოლის პატრიარქი. და ორი ვერსია არის, ისტორიკოსები გადმოგცემენ ორ ვერსიას. ერთი ვერსია არის და უფრო სარწმუნო, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს თვითონ პატრიარქის ნათქვამი არის იმ დროში. პატრიარქის ნათქვამია, რომ
ესე იგი პირდაპირ წერია, აი სვინაქს არის აქ ეხლა ყოველდღის განმარტებები არის, აი რას უკავშირდება, აი მაგალითად ხატ ესე მართლმადიდებლობის ზეიმის განმარტება ჩვენ გვაქვს საღვთისმსახურო წიგნებში და იქ პირდაპირ წერია, რომ პატრიარქი ამბობდაო, რომ ესო ლეონ ისავრიელიო ღორთა და ვირების მწყემსავდაო და აი მაშინო აი ამ ყოფაში იყო და ჰურიებმა მოისყიდესო და ესე მოისყიდესო, რომ იმპერატორი გახდებიო და ჩვენ რასაც გეტყვით ის უნდა გააკეთო მერეო. ესეთი გადმოცემა არის, ეს უფრო სარწმუნო გადმოცემა, იმიტომ რომ პატრიარქის დათქვამია, წმინდა პატრიარქის დათქვამია. არის მეორე გადმოცემა, რომ ვითომ აი ამ იმპერატორმა ვითომ თავისი ჭკუით მოიფიქრა, რომ მაჰმადიანები და ქრისტიანები ერთმანეთში მოეზავებია, შეერიგებია და ამიტომ მოინდომა ხატების განდევნა ეკლესიიდან. დაუძახა მან გერმანე კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ესეთი რაღაცა ეს დიალოგიც ცნობილი არის, წერია იქ, რომ ესეთი რაღაცა უთხრა, რომ მე ესე მგონიაო, რომ ხატებიო იგივეა რაც კერპიო. მე ესე მგონიაო და თუ შენ ფიქრობო, რომ ხატებს თაყვანი უნდა ეცესო და როგორც წმინდა არის და რაღაცაო, მაშინო ხატებიო ეკლესიაში უნდა იყოს რაღაც სიმაღლეზეო, რომ ვინმე არაწმინდა არ შეეხოსო მას. ხო და რა თქმა უნდა პატრიარქმა ამხილა ერეტიკოსი იმპერატორი და ეშმაკი უწოდა მას და მწვალებელი და მაგრამ რა თქმა უნდა ესე ადვილად არ ხდებოდა ხოლმე მათი შეგონება და მათი მხილება. დაიწყო დევნა ეკლესიაში, დაიწყო ხატების აი რამხელა ძალა აქვს ამა ქვეყნის ძლიერთ როგორი ძალა აქვს, რომ მიიმხრეს მათ მხარეს სასულიერო პირები, სასულიერო დასი, ეპისკოპოსები მიიმხრეს მათ მხარეს და მოკლედ ძალიან ცუდი ჟამი დაუდგა ეკლესიას. მატიანეში ვკითხულობთ, რომ აღარავინ იპოვებოდა შემწედ სიმართლისაო. აღარავინ ეს მეთოდი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, გითხარით, რომ ცოცხლად მარხავდნენ, ვინც იყო ხმას ამოიღებდა და სიმართლეს ამბობდა, ცოცხლად მარხავდნენ. და შემდგომ რამოდენიმე იმპერატორი არის ჩამოთვლილი, თვითონ ამ ლეონ ისავრიელის შვილი ძე იყო კონსტანტინე კოპრონიმი, რომელიც აგრძელებდა თავის მამის მიერ დანერგილ აი ამ ერეს. შემდეგ იყო ლეონ ხაზარი, ეგრეთ წოდებული, ხო და აი აგრძელებდნენ მოკლედ აი ამ წვალებლურ სწავლებას ავრცელებდნენ ამ ქვეყანაზე და როგორც გითხარით, შედგა სოფლიო კრება, რომელმაც დაამხო აი ეს ერესი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ესე იგი ერთი 25 წელი მამის კრების მერე გრძელდებოდა კიდევ ეს ერესი. და მაშინ, როდესაც უკვე იმპერატორი იყო თეოფილე და თეოდორა მისი მეუღლე, დედოფალი, წმინდა თეოდორა დედოფალი, და აი მაგ დროს მოხდა სწორედ აი ამ წმინდა პატრიარქის ცოცხლად დამარხვა და აი ამ იმპერატორს თეოფილეს შეეყარა ძალიან მძიმე სენი. აი იმდენად აი ლპებოდა ცოცხლად ადამიანი რა, ნაწლავები გარეთ გამოეყარა და საშინელი სენი დაემართა და თეოდორა დედოფალს ჰქონდა ხილვა, რის გამოც იყო ესა. რომ ხატების დევნის გამო რომ ხდებოდა ესა და ძალიან ესე იგი წმინდა ადამიანი იყო, ძალიან ღვთისთვის სათნო ადამიანი იყო ეს თეოდორა დედოფალი და მოკლედ თეოფილემ არ შეიგონა და ესე წვალებლობაში გარდაიცვალა და ეკლესიის ისტორიაში არის აი მე რაც ისტორია ახლა ესეთი რაღაც არ ხდება, უნიკალური რაღაც მოხდა, ესე იგი რომ წვალებელად გარდაიცვალა ეს იმპერატორი და თეოდორა დედოფლის თხოვნით წარმოიდგინე რამხელა წმინდანი იყო, ესეთი ხილვაც ჰქონდა თეოდორა დედოფალს, რომ ისა რა ქვია, ჰოი დედაკაცო, დიდარ სარწმუნოება ეგე შენიო და მიმიმადლებია შენი ქმარი შენთვის, აი წარმოიდგინე წვალებელი გარდაიცვალა. თეოდორა დედოფალი მივიდა თხოვა პატრიარქ თხოვა სამღვდელოებას,
და აი ეს როდესაც თეოდორა დედოფალს ეს ხილვა ჰქონდა რომ ღმერთმა აპატია მის ქმარს მისი ლოცვით და მისი სიკეთით ამ დროს პატრიარქსაც ჰქონდა ესეთი ხილვა პატრიარქმა ესეთი რაღაც გააკეთა რომ ჩამოწერა ესე იგი ერესიარქი იმპერატორების სახელები ფურცელზე და შეიტანა დადო საკურთხეველში ტრაპეზზე და მე დაინახა ანგელოზი როგორ შევიდა საკურთხეველში და მე რო შევიდა და ნახა ეს ფურცელი თეოფილეს სახელი ამოშლილი იყო რომ მთელი ეკლესია ლოცულობდა ეს გამონაკლისი არის აი ისტორიაში ესეთი რაღაც არ ახსოვს რომ წვალებლურად აღსურებული იმპერატორისთვის ელოცო და მოკლედ აი ამ იმპერატორსაც ეპატია და შემდეგ უკვე შავმთაზე მაშინ წმინდა მოსაგრეებს ჰქონდათ ესეთი ხილვა და შეასრულეს კიდეც რომ ესე იგი ხატები უნდა გამოებძანებიათ დამატებითი კრება შედგა კიდე კონსტანტინოპოლში 853 წელში და აი ამ კრებაზე საბოლოოდ უკვე დამხობილი იქნა ხატმებრძოლების ერესი და როგორც გითხარით ესე იგი შავმთაზე წმინდა ბერების მიერ ესეთი ხილვა იყო რომ უნდა გამოებძანებიათ ხატები და უნდა ლიტანიობით უნდა მოევლოთ ქალაქი და აი ეს დღე დაწესებული იქნა როგორც მართლმადიდებლობის ზეიმი როგორც აი წარმოიდგინეთ ფაქტიურად მთელი საუკუნე იდევნებოდა ეკლესია და აი ეს არის მოკლედ დღევანდელი დღის ისტორია ჩემო ძვირფასებო და ჩვენ უნდა ვიცოდეთ აი როცა ჩვენ მკითხულობთ 60 ქულოს დღეს წაიკითხა მე დავითემ რომაელთა მიმართ წერილი რომ სადაც წერია რომ სარწმუნოებითო მოსეო როდესაც გამწვისდა უარყო სახელის დებად ფარაოისა ანუ ფარაოი მოსეს ამბავი იცით თქვენ ხომ მოსე რო დაიბადა მაშინ ეგვიპტეში ესეთი კანონი იყო რომ ჩვილებს ხოცავდნენ ებრაელი ბიჭი რომელიც დაიბადებოდა და მოსე გადარჩა ამას მოკლედ გეუბნები და მე ფარაონის შვილმა გაზარდა და პირდაპირ როგორც შვილი ისე ითვლებოდა მეფის სახლში და სარწმუნოების გამო უარყო აი მეფის შვილობა წარმოიდგინეთ როგორია მეფის შვილობა უარყო და თავისი ერისთანა ძვირის ხილვა ირჩიაო მოსემო და მე რო ჩამოთვლილია რომ განიტვინესო სარწმუნოებითო იქცეოდესო ამ ქალაქშიო და განიტვინა ტვინის გასხმა ქვია განტვინვას განიტვინესო განიხერხნესო განიცადესო ნაკლულევანი ჭირვეული ზვირხილული აი სარწმუნოება ჩვენამდე ვინც მოიტანეს ვისაც ეს ხვედრი ხვდა და მოიტანეს ჩვენამდე აი ესე იყვნენ ესე ცხოვრობდნენ ამ სოფელში ამიტომ ჩვენ ნუ გაგვიკვირდება ჩვენ გულისხმობ ქართველ ხალხს და ქართველებს ჩვენ ნუ გაგვიკვირდება თუ კი არა და ჩვენ უნდა გავამართლოთ ის მისია რომელიც სახე დიდი დაგვისახა ესე რომ ვთქვათ ღვთისყაოსნი ტერმინი ჩვენმა წინაპრებმა და იოანე ზოსიმე რასაც ამბობს რომ დამარხულ არს ენა იგი ქართული ვიდრე მეორედ მოსვლამდე მეორედ მოსვლის დროს ამენით ამხილოს ღმერთმა მთელი კაცობრიობაო რას ნიშნავს ამხილოს ეს იქნება მართალი სარწმუნოება ჩვენი და მართალი სარწმუნოების ცხოვრება თუ გვინდა აი ბატონო აგერ არის როგორ ცხოვრობდნენ როგორ რა უყო იმათ სოფელმა გუშინ წავიკითხეთ სახარება რომ სოფელი მოგიძულებსო თქვენო ქრისტე გვეუბნება მაგრამ პირველად სანამ თქვენ მოგიძულა მე მომიძულაო სოფელმა ასე რომ ჩვენ ნუ გაგვიკვირდება მადლობა უფალს რომ ესე იგი ღმერთი გვაჩვენებს დედაღვთისმშობელი აჩვენებს ვინ არის ვისია ძალა აი წუთი სოფელი ირწვის იქისკენ რომ რამენაირად მთელი მექანიზმები და მთელი შენობები მუშაობს იმაზე როგორ განადგურდეს ფსიქიურად აი მე ესე ვიტყოდი რომ არც ერთ საუკუნეში ამხელა ფსიქიური ზეწოლა არ ყოფილა ადამიანზე და თან ეშმაკი მოდის ადამიანის თავარი უფლებების იმაში გახვეული რა აი მართლა რომ მგელი რო ცხვრის ტყავში გაეხვევა და ამაზე დიდი ესე იგი საუკუნე ადამიანის ფსიქიური ზეწოლის და განადგურების საუკუნე არ ყოფილა თავი დავანებოთ იმას რომ ცალკე მუშაობს ადამიანები იმაზე რომ როგორ გამოიყვანონ რაღაცა კიბოს ახალი ესენი რა ქვია შემთხვევები და როგორ გაუშვან ადამიანებში და კი ხედავთ რაც ხდება მოკლედ რა ჩვენ პანდემიის თაობა ვარ და კი ხედავთ რაც ხდება ამ ქვეყნიერებაზე არაფერი ჩემო ძვირფასებო ხდება ის რაც ხდებოდა ყოველთვის და რაც უნდა მოხდეს მაგრამ ერთი რამე ვიცი ჩვენ რომ
ჩვენთან მუდმივად იქნება მართლმადიდებლობის ზეიმი. აი დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია. ერთი რამე ვიცი და აქ უკან დამხევი არ ვარ არავითარ შემთხვევაში, რომ ჩვენთან ყოველდღიურად და ყოველკვირეულად და ყოველ წლიურად იქნება მართლმადიდებლობის ზეიმი ჩვენთან ქართველ ხალხში და ამას ეკლესია როგორც ნოემ თავის დროზე ააშენა ის კიდობანი და გამოვიდა იმიდან და გადაურჩა აი ამ წარღვნას, აი ესე გამოვა ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა და ყველა ერი ვინც კი მართლმადიდებლობას დაიმარხავს და ყველანი ერთად ვიზეიმებთ. როდესაც უფალთან ვიქნებით ჩვენ, იქ უკვე აღარ იქნება ეროვნება, იმიტომ რომ ყოველ უფლის ერი არის ის ერი, რომელიც დაიმარხავს ჭეშმარიტებას და მართლმადიდებლობას. განსხვავებით ძველი აღთქმიდან, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში ერთი ერი გამოირჩია უფალმა და იმ ერით მოიტანა სარწმუნოება და იმ რჩეული ადამიანებით, მაგრამ დღესდღეობით უფლის ერი არის ყველა ის ერი, რომელიც მართლმადიდებლობას დაიმარხავს. შეგვეციოს ყველა ჩვენ აი ერთი რამეც მინდა გაგახსენოთ, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ წინაპარი, ხომ? სხვათა შორის აქ ჩვენ ცოტა ქართველი ხალხს ამ სიტყვის და თუნდაც ადგილზელოს განმარტება გვესაჭიროება, ვინ არის ჩვენი წინაპარი? სახარებაში როგორ წერია, ნახეთ, ერთხელ მოვიდა წარმართი დედაკაცი. ქრისტემ განკურნა და შაბათი დღე იყო და ჰურიებმა განიკითხეს, რატომ განკურნეოდა? ესო აბრაამის შვილია უთხრა. წარმართი იყო, არც ებრაელი იყო, აბრაამის შვილი, ანუ სარწმუნოებით იყო აბრაამის შვილი. ხო და ჩვენი წინაპრები იწყება იქედან. ჩვენი წინაპრები არიან ადამიდან მოყოლებული და აბრაამი, ისააკი და მერე იქედან მოყოლებული სარწმუნოებრივად. მივხვდით, სარწმუნოებრივად არის ესა. ეს სულიერი წინაპრობა სხვათა შორის მეფის ტიტულებში იყო. ხო, ეს სულიერი წინაპრობა ვიღაცას გონია, რომ მართლა დავით აღმაშენებელი, დავით მეფსალმუნის თავმოვალიყო ისა ხორციელად. სულიერად ვარ ჩვენ. სულიერად და ყველა ჩვენი წინაპრები შეგვეციოს, რომელმაც მართალი სარწმუნოება დაიმარხეს, რომელთა შესახებაც წერია ნაკლულევანი, ჭირვეული, ძვირხილული და რომლებმაც მოიტანეს ჩვენამ და ჩვენ დღეს აი ნახეთ, აგერ შეკრებილები ვარ და ვიზახით, რომ დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი და მართლმადიდებლობის ზეიმი იქნება დღეს ხვალ და აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ და ბჭენი ჯოჯოხეთისანი რომლებიც ებრძვიან თუნდაც იმ რჩეულ ადამიანებს თუნდაც ჩვენს ეკლესიას ვერ მოერევიან მას. აი ეს თქვა ქრისტემ, ეს ჩვენი სიტყვა არ არის. კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიայի ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ორი სიტყვა რომ არ თქვათ იმის შესახებ კიდევ რა ვისი ხსენება არის დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის პირველად და მეორე თავის პოვნა. წარმოიდგინეთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი, რომლის შესახებაც დღეს წავიკითხეთ სახარება და ქრისტე ამბობს მის შესახებ, რომ ნაშობთა შორის დედათასა არ დაბადებულა მასზე უპირატესი, აი ასეთ ადამიანს თავი მოკვეთეს და ეს თავი დააგდეს რაღაც უპატიო ადგილას და პირველად მეოთხე საუკუნეში იპოვეს და მერე ინახავდნენ ადამიანები და მერე ისევ მიიმალა და მერე მეხუთე საუკუნეში იპოვეს. ამას დღეს ასწავლობს დღევანდელ დღეს ჩვენი ეკლესია, რომლის შესახებაც მალაქია წინასწარმეტყველებს, აჰა, წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე ჩემსა უფალი ამბობს და აი ესეთი დიდი წინასწარმეტყველი, ესეთი ხვედრი ქონდა ამ წუთის სოფელში, ამიტომ ჩვენ გულისყური მივაპყროთ, რას გვეუბნება ამით ეკლესია და რომ შევაჯამოთ და შევკრათ ჩვენი სასაუბრო თემა, ეკლესია გვეუბნება, გვანუგეშებს, რომ აი რა გამოიარა. აი როგორ წარმოგიდგენიათ, ცოცხალი პატრიარქი დამარხეს. მაგრამ შემდეგ დაბრუნდა ის საყდარზე, კი არ მოკვდარა. გადარჩა და იოანე რო განიდევნა მწვალებელი პატრიარქი, აი ამ ყველაფრის მერე, რაც თეოდორა დედოფალმა აღასრულა, დაბრუნდა თავის საყდარზე. ხო და რას გვეუბნება ეკლესია? რატო შეგვახსენებს ამ იოანე ნათლისმცემელს, ნაკლულოვანი, ჭირვეული, ძვირხილული, რატო გვეუბნება? იმას გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ხელა რაღაც გამოიარა ეკლესიამ, დღეს ისინი ჯოჯოხეთის სიღრმეში არიან, ის ერეტიკოსები, შთასრული და ჩვენ აგერ ვდგევარ და ვამბობთ, რომ გილოცავთ, საყვარელო, დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. აი ამას გვეუბნება ეკლესია და ესე იქნება, სანამ იქნება ეს
დედამიწა და სანამ აქ ვიქნები და მერე უკვე უფრო დიდ სიხარულში ვიქნებით უფალთან ერთად რომელსაც ინებებს ღმერთი თავისი მადლი და მოწყალებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოგმადლებს რომლისათან მამასა ჩვენის დიდება სული წმინდით ურთ უკუნითი უკუნისამდე ამინ